ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა განსაზღვრავს 90% სულიერ განვითარებას. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი არის არსება, რომელიც ცხოვრობს დედამიწაზე, კიდევ თავიდან გავიმეორებ, რომ კარგად მიხვდეთ, დედამიწაზე და აღქმის უნარი აქვს ფსიქიკით და სხვადასხვა ორგანოებით, რაც მას აქვს თვალით უყურებს და მისთვის ხელშესახები რაღაც არის თვალით შეხედვა, აქედან გამომდინარე, მასთვის ეს რეალობა არის და ამას უყურებს. ის რომ ყურით ისმენს, თუ ვერ ისმენს ანგელოზის ხმას, ღმერთის ხმას, ღვთისმშობლის ხმას, მას გონია რატომღაც რომ მარტო არის. მაგრამ თუ ვერ ხედავს, გონია რომ მარტო ეს ქვეყანა არსებობს მაგალითად. აი ესეთი რაღაცა გონია. ხო, თუ ვერ ეხება ხელით ღმერთს, მას გონია რომ ანუ ფსიქიკას გონია, იმიტომ რომ ადამიანს გონია რომ ფსიქიკა არის რა მხოლოდ და სული რომ არის, ამას ნაკლებად აღიქვავს.